საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. საღამო მშვიდობისა, ეთერშია ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე მისი მუდმივი წამყვანი ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. გადაცემა მინდა დავიწყო არაჩვეულებრივი ამბით, ნახეთ და დადგმით. Saksstatis მონაცემებით წელს ბიზნესმა ელვისებური ზრდა დაიწყო. მთლიანმა ბრუნვამ 2008 წლის, ანუ კრიზისამდელ მონაცემებს 9%-ით, 2009-ას კი 33%-ით გაუსწრო. ვაიმე, იცით, ეს ისეთი ამბავია, რომ მოდით კიდევ ერთხელ ნახოთ. Saksstatis მონაცემებით წელს ბიზნესმა ელვისებური ზრდა დაიწყო. მინდა გითხრათ, რომ საქართველოდან წასულ ადამიანებს თან ქართული მიწა მიაქვთ. ზოგს დროშა, მე ამ ჩანაწერს წავიღებ. მოდით კიდევ ერთხელ ნახოთ. წელს ბიზნესმა ელვისებური ზრდა დაიწყო. ახლა კი ერთი კითხვა მაქვს. გეგულებათ სადმე ადამიანი, ვინც ასე გაგამხიარულებთ. ბიზნეს კურიერი საუკეთესო იუმორისტული გადაცემა მთელს ევროპაში. არ გჯერათ? მოდით კიდევ ერთხელ ვნახოთ. მაგრამ სანამ ვნახავთ, ესე იგი პირადად ვთავაზობ აკაკის ჩვენს გადაცემაში იუმორის განყოფილების გამგის პოსტს. არა, ფანტაზია ხო უნდა ეყოს, არა? ესე იგი ძალიან მაგარია, ძალიან მიდე კაკო, მიაწექი. მე კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია მაქვს. ჩვენ სულ მალე მივიღებთ MAPS. ან პირდაპირ შევალთ ნატოში. ახლა როგორ მოხდება ეს? ვინაიდან ჩვენ აქამდე ვერანაირი ხერხით ვერაფრით მივიღეთ ვერც MAP-ი და შესაბამისად ვერც MAP-ზე უკეთესი, ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო შესანიშნავი გადაწყვეტილება. მათ ბრიუსელში მძიმე артиლერია ბაჩო ახალაია გაუშვეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია უკვე ბრიუსელში იმყოფება და ალიანსის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ბაჩო ახალაია გამოიყენებს უკვე კარგად აპრობირებულ ეფექტიან მეთოდს. ახლა რაში მდგომარეობს ეს მეთოდი? ნატოს შემადგენლობაში შესული ყველა ქვეყნის მინისტრს შეყრის ერთ ოთახში. ეხლა თქვენ მოგეხსენებათ, რომ ნატოს პრინციპები, თუ ერთმა მინისტრმა მეორე მინისტრი გააგზავნა სადმე, ან ოთახი დაალაგებინა, ეს უკვე მინისტრი აღარ არის. აქედან გამომდინარე, სულ რაღაც რამოდენიმე კვირაში დარჩება მხოლოდ ერთი მინისტრი, რომელიც შიმშილისგან და ძალადობისგან იმდენად იქნება დაუძდურებული, რომ MAPS-აც მოგცემს და MAP-ზე უკეთესაც. ანუ გრძელვადიან კრედიტს. მე უკვე მაცნობებენ, რომ ბატონმა ბაჩომ დაიწყო თავისი მეთოდებით მუშაობა. თუმცა ახალაიას სასტიკ მეთოდებს მინისტრი და მინისტრები ვერ შეეგუენ და მათ ბრიუსელის ნატო შტაბ-ბინაში ბუნტი მოაწყეს. მოდით ერთად ვნახოთ კადრები, რომელიც სულ რამდენიმე წამის წინ მივიღეთ. სასტრაფოები ამოდიან. ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მინისტრების სასტიკად არიან ნაცემები და ერთი მინისტრი დაიღუპა კიდეც. თუმცა ბაჩო ახალაია კატეგორიულად უარყოფს მინისტრის დაღუპვის ფაქტს. ბუნტის დროს არავინ არ დაღუპულა და ბუნტის შედეგად გუშინდელის არავინ არ დაღუპულა. და ბატონო ბაჩო. ტყუილია. ადვოკატები რატო არ შეყავ? კარგად დაიმახსოვრეთ. გვახსოვს. განვაგრძოთ თემა. ჩვენი ინფორმაციით ბუნტმა უკვე მთელი შტაბ-ბინა მოიცვა და ახლა ჩვენ მოვიპოვეთ ინგლისის პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრის სატელეფონო ჩანაწერი, რომელსაც ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენს მაყურებელს ვთავაზობთ. ოლა ბუნტი ავტეხე ძმაო და საქმის კურსში გაყენებ რა, მაინც რო იცოდეთ რა. მედეთ ჯეგრები ხართ მაგენის. ეხლა რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ? მისკები არ ახუნეთ, რომ ყველამ გაიგოს და აიყოლეთ სხვა შტაბ-ბინებიც რა. კაი, აბა ცოტა ხანში დაგირეკავნა. მღელვარება პიკს აღწევს და ნატოს შტაბ-ბინასთან უკვე იკრიბებიან მინისტრების ნათესავები და ახლობლები, რომლებიც მოითხოვენ მინისტრების გათავისუფლებას. ახლა მე პირდაპირ ეთერში გთავაზობთ ამ კადრებს. თქვენ ახლა კადრში ხედავთ ნატოს შტაბ-ბინას და იქ შეკრებილ აღებლებულ საზოგადოებას. ეს არის ნორვეგიის მინისტრის დედა. ყველა გამოდით.
რაიმე შვილო. ხო, ახლა კი ჩვენს ეთერში რეკლამიცინის მიღების დროა. თუ გჭირთ ისეთი არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული დაავადებები, როგორებიც არის სარკომა, კიბო, ცეროზი, ანევრიზმა, ცერებრალური დამბლა, სააფთიაქო ქსელი რევერსი გაძლევთ უნიკალურ შანსს აიღოთ ურიის ვალი და მამასიცხრად შეიძინოთ ქინა-ქინა, კატაბალახა, ვირის ტერფა, ვარდკაჭკაჭა, ფარსმანდუკი და თქვენს ფასკუნჯ ბარათზე დააგროვოთ ქულები. იჩქარეთ, თქვენმა ლოგინად ჩავარდილმა მეზობელმა უკვე დააგროვა რამდენიმე 1000 ქულა ფასკუნჯ ბარათზე და მოიგო უთო. სამზარეულოს კომბაინი, ფენი და სხვა მრავალი არაჩვეულებრივი პრიზი. სოფლიო ჩემპიონატის წინ გამოვიდა საქართველოს ნაკრების საუკეთესო გოლების DVD ვერსია. ვიდეოში შესულია 4 საუკეთესო გოლი. მეოთხე ადგილზე გავიდა გოგი ლიპარტელიანის არჩათვლილი გოლი, ხოლო შემდეგ 3 ადგილს ინაწილებს პენალტიდან გატანილი ულამაზესი გოლები. DVD დისკები უფასოა და შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლებთან. განვაგრძობთ ჩვენს გამოშვებას. სამედიცინო უნივერსიტეტში, ისევე როგორც ყველგან საქართველოში, ადგილები შეზღუდულია. სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტები რექტორისა და ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ 150 კურსდამთავრებული, ვინც რეზიდენტურის ეროვნული გამოცდა წარმატებით ჩააბარა, უკვე 1 წელია სწავლის დაწყებას უშედეგოდ ელოდება. რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ რეზიდენტურაში კვოტები მცირეა და ყველას არ ეყოფა. გასაკვირი ახლა აქ არაფერია. ზუსტად ასევე უთხრეს დავით იაკობიძეს და გია ჭანტურიას, რომ თბილისის მერიაში 3 მერის ადგილიაო. მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ 1 მერის ადგილი იყო.